კიდევ არის აყიყა ყურბანი. აყიყა ყურბანი რას ეწოდება? ჯერ პირველ რიგში ეს უნდა გავმარტოთ, რომ შეიძლება ვინმე არ იცოდეს. როდესაც ბავშვი გაჩნდება, მშობელს თუ აქვს ამის საშუალება, რა თქმა უნდა, ახლა შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს კითხვა, რომ საშუალება არ მაქვს, ესეც ზუსტად ფიტრას და ზეკათის მსგავსად არის, რომელზეც ხშირად კითხულობდნენ რამადანში, რომ არ მაქვს საშუალება, რა ვქნა, ვისაც აქვს საშუალება, იმაზე არის, ვისაც არ არის, არ აქვს საშუალება, ისედაც შერიათში არც ერთი პასუხისგებლობა არ ეკისრება მორწმუნეს ისეთი რისი საშუალებაც არ აქვს. აქ საუბარია ვისაც საშუალება აქვს. ბავშვი როდესაც გაუჩნდება, ორი ცხვარი უნდა დაკრას ბიჭის მშობელმა, გოგოს მშობელმა ერთი ცხვარი. რატომ არის განსხვავება? შეიძლება ვიღაცამ ამაზეც დასვას შეკითხვა. ამ განსხვავებასთან დაკავშირებით განმარტება ჩვენ შუამავალი ალეისალათუესალამისგან არ მიგვიღია. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვიცით, რომ შუამავალი ალეისალათუესალამ ასე აკეთებდა და ჩვენ როგორც მისი მიმდევრები და მისი მიმბაძველები ვაკეთებთ იმას, რაც მას გაუკეთებია. ამ ყურბანს ეწოდება აყიყა ყურბანი. სადამდე ბავშვი რომ დაიბადება, დასრულ ასაკზე მიღწევამდე, როცა საშუალებას ნახავს, ეს უნდა გააკეთოს მშობელმა. ამის ხორცი არ არის სავალდებულო, გასცეს და დაარიგოს, თუმცა თუ გასცემს და დაარიგებს, ძალიან კარგია. უფრო სუნნეტში გვაქვს ასეთი მიმართულება, რომ ამას დაკლავდნენ და ახლოს ყოფებს, მეგობრებს, ნათესავებს აპატიჟებდნენ და დაუმასპინძლებდნენ. ნახეთ, ჩვენთან სამწუხაროდ ასეთი წესია, რომ ბავშვი რომ გაუჩნდება, იქ სუფრას გაშლიან რესტორანში ან ოჯახში და დასალევით და ჰარამით აღნიშნავენ. ამის სანაცვლოდ სუნნეტში რა ლამაზი წესი გვაქვს, რომ ცხვარს დაკლავს, სუფრას გაშლის, რა თქმა უნდა, იმ ცხვარს კიდევ რაღაცებსაც მიაყოლებს, დაუძახებს მორწმუნეებს, მუსლიმებს, ძმებს და მათთან ერთად ერთგვარი აღნიშვნაც იქნება ესა, იმ ბავშვის დალოცვა და ამ სიხარულის გაზიარება და მოლხება ჰალალის ფარგლებში, რა თქმა უნდა. ამიტომ აყიყა ყურბანის ხორცის სახლში, ოჯახში გამოყენება შეიძლება, არანაირი პრობლემა არ არის. ასევე აყიყას ნიეთითაც შეიძლება შევეზიაროთ მსხვილფეხა საქონლის ყურბანში და თქვათ 6 კაცი ჩვეულებრივ ყურბანს ყავს და 1 წილით ვინმე შევიდეს აყიყას ნიეთით. არც ეგ არ არის პრობლემა. თუმცა აყიყას შემთხვევაში უკეთესია ცხვარი დაიკლას, რადგანაც სუნნეტში ცხვარი გვაქვს მოცემული.